მოგესალმებით ძვირფასო ადათის და სჯაბაასის მაყურებლებო. დღეს გვყავს უმაგრესი ადამიანი. ის მე ეჭვება რომ ნანახი არ ქონდეთ ინტერნეტს სამყარო ყავს აფეთქებული ამ ადამიანს. გოჩა კუტივაძე. რომელიც არის გამორჩეული თავისი ფრაზებით, თავისი შეძახილებით, შემართებით, რა ვიცი, ბავშვებისთვის სულისკვეთების, ჟინის ანთების ცდილობით და რამდენად კარგად გამოსდის და როგორ არის უკვე ხა გავიგებთ ერთად. გენაცვალე. და პიროვნულადაც გავიცნობთ გოჩას. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში. გენაცვალე, გიორგი. ჩამოხვედი ქუთაისიდან ამ საშუალებისა გამოიარა ჩვენთვის. მადლობა ძალიან დიდი ამისთვის და მე რა თქმა უნდა აქ ვინო დაგახვედრე ქართულად. თავისთავად გენაცვალე. სხვათა შორის ეს არის ეს ფიალები, ეხლა რითიც მივირთმევთ, არის ჩვენი ახალი მეგობრის ქართული კერამიკა, ესეთი კომპანია, რომელმაც გამოგვიგზავნა ეს რაღაცეები და სილამაზეები. ჩვენიერი. გადაცემა კიდევ უფრო ქართული გახადა ვიზუალური ეფექტითაც. მივესალმები, მადლობა მართლა მაგათ რა. და ჩემი ჩაცმულობა როგორ მოგწონს? ჩვენიერი. ფაფანაკი. ქართულად. ფაფანაკი ქართული. გენაცვალე. გემრიელი უკვე. მეც მოგესალმები. მივესალმები თქვენს მაყურებელს. ძალიან კარგი წამოწყება გაქვთ დაწყებული და რა ვიცი, ჩემი წვლილიც თუ რამით შემიძლია რომ წინ წაქციოთ, მოხარული ვარ რომ აქ ვარ, მოხარული ვარ რომ მომიწვიეთ. გილოცავთ ამ წამოწყებას და მოდი სადღიზელოთი დავიწყოთ. დავიწყოთ სადღიზელოთი. დიდება უფალს და მადლობა ყოველი დღისთვის, რომელსაც გჩუქნის. ყოველი დილის გათენება მიუხედავად იმ პირობებისა, რა პირობებში ცხოვრობ, ძალიან მიხარია მე. რა თქმა უნდა. და აი, მადლობა უფალს ამისთვის. წინსვლა ხალხო და დიდება უფალს წარმატება საქმეში. ხელი მოგვიმართოს უფალმა, ყველაფერი კარგად იქნება. შვენიერი. ძალიან კაი. ხო და ეს სივრცე ხა კი ხედავ როგორც ავაწყეთ, აქ მოვაწყეთ ესე გემრიელად, შინაურულად ამბავი. ქორეოგრაფიული კავშირი გვიდგას ამაში გვერდში და ესე სხვადასხვა კომპანიები და კიდევ ერთი საჩუქარი გვექნება. ბოლოს გაგიმხელთ კიდევ ერთი ახალი კომპანია გამოჩნდა, რომელიც ჩვენ სტუმარს და საჩუქრებს ხოლმე, ვინც გვეყოლება სტუმარს. ძალიან კარგი. მადლობა ფაფანაკს, მადლობა კერამიკას ქართულს, ქორეოგრაფთა კავშირს და ბარემ ხო არ თქვა კომპანიის სახელი. და 3D სტუდია, რომელიც ბოლოს დაასაჩუქრებს უკვე შვენიერი, მადლობა წინასწარ. აბა ეხლა მე მაინტერესებს თქვენზე ჯერ შენობით რო ვისაუბროთ. კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მეგობრული და უშუალო საუბარი გვექნება. კი. საიდან ბაზა, ცეკვაში საიდან მოხვდი? რამ შეგაყვარა ეს ამბავი საერთოდ და საიდან ჟინი შემართება ყველაფერი მოკლედ? როგორც ყველამ ცეკვა დავიწყე ადრეულ ასაკში 6 წლის. და რა ვიცი, აი ის პერიოდი ყველას ახსოვს 90-იანები როგორ და რა იყო. ერთგვარი გზის გასაკაფი უფრო იყო და რა ვიცი, სტიმულის მომცემიც რომ რაღაცას ქართულს ვაკეთებდი და ძალიან მალევე შემიყვარდა ჩოხა, რასაც ქვია, ჩოხა. გამზრდელი მასწავლებელი ჩემი გახლავთ გოჩა არსენიძე, რომელმაც ასე ვიტყვი გამომთალა. იმიტომ რომ უყურე თქვენს რამოდენიმე გადაცემას და ძალიან ბევრ კარგ თემას შეეხო ახალგაზრდა ბიჭები, ვინც ყავდა აქ. იმედია ბიჭებზე არ მიწყენენ და აი ბევრ კარგ თემას შეეხნენ და ვეთანხმები ბევრ რაღაცაში. ერთს დავამატებ, რომ აი უკვე პროფესიონალურ სცენაზე რო დგები, კიდე უფრო სწავლობ მე ცეკვას ალბათ რა, ამიტომ რომ მე ეს ჩემ ქორეოგრაფს უთხარი კიდევაც გოჩა არსენიძეს, რომ მეთქი არ გეწყინება იმედია და აი შენ გამთალე მეთქი, მაგრამ ანსამბლში რომ მივედი, თითქოს თავიდან ვისწავლე ცეკვა. ანსამბლში აი რომ სრულად რო ვთქვა და კარგად გამომივიდეს, გოჩა არსენიძემ გამთალა, მაგრამ აცხონოს მისი სული ღმერთმა დავით აბულაძე ვყავდა ერთი ლეგენდა, კოლორიტი კაცი ქუთაისში. იოლად შემიძლია ვთქვა, რომ სული ჩამიდგა დავთო აბულაძემ უკვე სახელმწიფო ანსამბლში რა და მთელი ემოციით და სრულად ჭეშმარიტად უკვე ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლია საუბარი. პროფესიონალურ ანსამბლში მივხვდი რა იყო ცეკვა. ქუთაისის სიმღერათა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი. მივედი 17 წლის ასაკში. პატარა ბიჭი შემიძლია ვთქვა ეხლა. კი. რა ვიცი, მის მერე
სამწუხაროდ, ჩემდა სამწუხაროდ, რაზეც ძალიან გული მწყდება, დიდხანს ვერ ვიცეკვე. ვიცეკვე მხოლოდ ალბათ 4 თუ 5 წელი ანსამბლში რა და არ ვიცი რა იყო, ახალგაზრდობა უფრო ალბათ გადავწყვიტე ერთ-ერთ გასტროლზე დავრჩენილიყავი რა და გასტროლზე წახვედი და 2002 წლის ივლისში დავრჩი შტატებში, ასე რომ ვთქვათ. და აქ დამთავრდა ჩემი ცეკვა. სხვათა შორის კაცი ვარ, არ მიჭირს იმის თქმა, რომ ცრემლი კაცსაც შეუძლია მოადგეს თვალზე, ჩოხა რო გავიხადე ვიტირი. და ეწეღანაც ვახსენე საუბარში, მის მერე მე ჩოხა ამიცვი. რაზეც ძალიან გული მწყდება. მაგრამ ეს ფინანსური კუთხით არ ვიცი რა იყო, ალბათ არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა იყო. სხვათა შორის ითამაშა როლი ფინანსურმაც. ეს რომელი წლებია? 2002 წელში წავედი. გაჭირებული წელია. ხო, ძალიან ცუდი წელი. სხვათა შორის, ახლა შეიძლება დავზინო, მაგრამ ახლა ოჯახის შვილები ვართ, ხო? საუბრობთ კაცურად, ადამიანურად, იყო ფინანსმაც ითამაშა როლი და რა შემთხვევაში. ზეკარი რო უყურე, სხვათა შორის ანსამბლი ჩამოსული ვიყავით ფილარმონიაში პირველად, როცა სუხიშვილმა ზეკარი იცეკვა, მეთქი ეს ცეკვა უნდა ვიცეკვო რა. აი მიყვარდა ცეკვა, მაბოდებდა, ხო? მაგრამ ვერ ვქენი. რაღაცა პონჩი ალბათ მეგონა რომ ოჯახიც ვერ გაკაჩავდა თქო რა, რა ვიცი. ითამაშა, ამიტომ რომ ალბათ ითამაშა როლი ფინანსურად. და მოხდა ისე რომ გასტროლზე ვარჩიე დარჩები. კაი, გადიცლები და ჩამოდიხარ. დაუბრუნდით 11 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა და ხო, რა ვიცი, ალბათ რაც გიყვარს, იმის კეთება ყველაზე კარგია. ცხოვრებაში ნათქვამი აქვს ერთ ჭკვიან ადამიანს, რომ იპოვე ის, რისი კეთებაც გიყვარს და მოუძებნე გზა როგორ ირჩინო ამით თავი, როგორ გამოიმუშაო, იმიტომ რომ დღეს ახლა ყველაფერი ფინანსებზეა ჩემო გარგო და შესაბამისად მეუღლის თხოვნითაც ამჟამად უკვე მეუღლე იაკო ლაღაძე დღესდღეობით მოცეკვავია ერთ-ერთი უხუცესი ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში გავბედე და ჩავერთე ისევ საქმეში, რომელიც ძალიან მიყვარს და რა ვიცი, ბედნიერი კაცი მქვია, შემიძლია უწოდო ჩემ თავს, იმიტომ რომ გიო მაქვს ესეთი რაღაცა ნათქვამი, რომ რა თქმა უნდა ცეკვა მიყვარს და აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით აი მაბოდებდა ახალგაზრდობაში რამდენჯერაც დაუშვათ ღამე რომ გაგეღვიძება და ადგები შენთვის ყავას გავიკეთებდი რაღაცა თურქული ყავები იყო ჩვენ დროს და დავხატავდი ან ჩავხაზავდი რაღაც ნახას რომ დაუშვათ რა როგორ უნდა გადააწყო ბავშვებში იმიტომ რომ ძალიან ადრეულ ასაკში მომიწია ბავშვებთან მუშაობა რამაც ალბათ დიდი როლი ითამაშა იმ დამოკიდებულებასთან. ეს სად მოგიწია? ესე იგი მოხდა რა იყო ვარიანტი, როდესაც ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის თავარი ქორეოგრაფი ენვერ გუჯაბიძე იყო მაშინ, თხოვდა ყოველთვის რომ ბავშვებთან რაღაც ილეთები მესწავლებინა, იმიტომ რომ აი ილეთებში ვიყავი ძალიან გადართული რა. მახსოვს რომ ერთი და იგივე ილეთ შეიძლება არც მოცეკვა კონცერტზე რა, ერთ დღეს სხვას ვიცეკვებდი, აი გადამბული კონცერტიც რო ყოფილიყო ყველა კონცერტზე სხვა ილეთს ვიცეკვავდი. რაღაცნაირად, რა ვიცი, შედიხარ სცენაზე, კარგად იცი როგორც ხდება, სვერკას რო აიღებ და სცენის გაბარიტები, ასე რომ ვთქვათ, რო იცი, რაღაცნაირად იგი ჩაბეჭდილი გაქვს გონებაში და სცენაზე რო გავდიოდი, აბსოლუტურად ბრმა ვიყავი, ვერავის ვერ ვხედავდი. უბრალოდ მისმოდა მუსიკა და სულით მიყვებოდი და ილეთით, რა ვიცი. ესე იგი სოლო კარიერა. ხატავდი, ხო, უმეტესად. ძნელია საკუთარ თავზე საუბარი და ქება საკუთარი თავის, მაგრამ ხო, არა, რა თქმა უნდა, მასაც მიცეკვია, რა თქმა უნდა და სხვათა შორის იყო ესეთი მომენტი ბევრჯერ ბავშვებთანაც მაქვს ნახსენები, რომ ესე იგი ანსამბლში რომ მივედი, ეხლა ამ ხელა გოგო ბიჭები დამხდნენ, იქ ზოგი ცოლი, შვილი ხო ხდები და იყო რაღაცა იმის მომენტი, რომ პასუხისმგებლობის გზნობა. ძალიან მალე ყველა ცეკვა ვიცოდი. და ეგ კი არა, ბევრჯერ მithქვამს, ახლა ბავშვებთან გჭირდება ხანდახან რაღაცა мотиваცია, მიცე რომ ხო ხდება რომ ვიღაც არ იყო დაუშვათ რეპეტიციაზე, ხო? ყველას პარტია ვიცოდი, შემეძლო, შევსულიყავი და შემევსო და აუცილებლად შევიდოდი და შევავსებდი. გარა, იმიტომ რომ აი რაღაცას ვცდილობდი, უბრალოდ
იმიტომაც რომ აი მუსიკას მტყვილად და ტონა დაიკრა რა სცენაზე ხო არავინ არ დგას ხო შესაბამისად აი დავწინაურდი თავიდანვე და აი არავამ ტრაბახით მაგრამ საუკეთესო 3 თუ 5 თეულში ვეჭველი ვიყავი მიყვარდა და მუშაობდი ბევრ შრომობდი ახლა გქონია თქვენ აქ საუბრები ბიჭებმა ბევრჯერ თქვენს რამდენ შრომას ითხოვს ახლა ქართული ცეკვა ყველამ კარგად ვიცით ხო და რომ ამ ხელა ენერგია ჭირდება რეპეტიციის დამთავრებიდან 2 საათი ესე ბოდიში და ცოტა ჟარგონსაც ვიხმარო ზოგჯერ სასტავი ვრჩებოდით და 2 საათი ფიზიკურად ვარჯიშობდით რომ ის ძალა შეგჩენოდა თორე კარგად იცი ახლა ორი განყოფილება რო გაქვს ნაცეკვი და კიდე ბოლოში ტრიუკით უნდა დაამთავრო რამ ხელა ენერგიაზეა საუბარი რა ვიცი ალბათ მოცეკვავის გარდა ამას ვერავინ ვერ გაიგებს და ეგი ფაქტიც არის რომ ძალა მუხლში ფეხში და აი ძალიან სასწაული მაგარ ფორმაში უნდა ყოფნა როცა უკვე ცეკვავ პროფესიონალურ დონეს და როცა ცეკვავ დიდან სამში რაც არ გვეზარებოდა არც სხვა საქმე არ გქონდა Wi-Fi არ გქონდა და არ ვირთობდით თავს სკროლით 11 წლიანი პაუზა გქონდა კი იქიდან ადევნებდი თვალს და თუ ცეკვავს სიმართლე გითხრა არაფერს აი რო ჩამოხვედი არ გაგიჭირდა აი დაწევა იმიტომ რომ 11 წელში ბევრი რამე შეიცვალა დაიხვეწა შემოვიდა კი უკეთესობისკენ ეგაა კარგი რომ რა თქმა უნდა განვითარდა მოდი აქედან დავიწყოთ საერთოდ დონე განვითარდა შეიცვალა ბევრი რაღაცა რაც დაუშვათ ჩემ დროში ესე რომ ვთქვათ მიღებული იყო და რაღაცნაირად სწორი იყო და არ ვიტყვი რომ ცუდები ვიყავით რომელიმე მაგრამ რო ჩამოვედი და დღევანდელი ჩვენი ანსამბლის კონცერტი ვნახე პირველი აი ვერ დავჯექი პარტერში რა ჯერ რა დონე მუშაობს ყველა ქალი კაცი სიმღერა მუსიკა აყვანილია ყველაფერი მაღალ დონეზე და შეცვლილია ძალიან ბევრი რამე დახვეწილია კარგისკენ და რა თქმა უნდა მიხარია მაგრამ რა ვიცი რაღაცა რო გინდა ცდილობ რომ დაეწიო ეგ ემოციურად როგორი იყო ხა ჰიპოთეტურად რო არ დარჩენილიყო გექნება ეგ ნაფიქრი რომ რო არ დარჩენილიყო მეც ხო აქ უნდა ყოფილიყავ კი და სხვათა შორის ძალიან გული მწყდება რომ აი არ ვიყავი კიდე იმას აქში რომ ჩამოვედი რომ შემეძლო ცოტა მეცეკვა მაგრამ ნუ ვერ ვქენი თორე 33 წლის კაც შეუძლია კიდე ცოტა ხანი იცეკვას მე მგონი ხო არც ისე არა მაინც პრაიმ პერიოდი გაატარე მაგრამ ხო ფორმაში ჩადგომა რაღაცა არ იქნებოდა ადვილი ნამდვილად მაგრამ სურვილი მქონდა просто ვერ განვახორციელე და ყოველთვის ვამბობ რომ აი იმ ჩემ ჟინს რაც მე დამაკლდა აი როგორი პერიოდი გამოვტოვე იცი აი განვითარება რომ უნდა დამეწყო როგორც მოცეკვავეს და უკვე შექმნა და აი ამ ახალ სტილზე ხო აი ზუსტად მაგ დროს გავჩერდი და წავედი რა ასე ძალიან გული მწყდება და აი ვამბობ იმას რომ ცდილობ ბავშვებით გამოვავლინო ამ დალოცვილი საქმის სიყვარული რა ვიცი კაი რახან შეეხება ბავშვს ის საიდან მოდის ეს შენი სამოტივაციო სიტყვები ან ფრაზები რა ვიცი ნახე ფანტაზია საიდან ყოფნის რომ აი გეტყვი ნახე რა მომენტია გიო გითხარი რომ აი ძალიან ადრეულ ასაკში ბავშვებთან მომიწია ხო იყო სიტუაცია როცა დამთავრდებოდა სახელმწიფო ანსამბლში რეპეტიცია შუალედში 2 საათი ვარჯიშობდით ბიჭები ფიზიკურად და ვჩებოდი და დუბლებს ვავარჯიშებდი რა მაგრამ კერძოდ ილეთებზე შექმნა გაკეთებაში ერთ დღესაც არ ვიცნობდი მაშინ ძალიან ცნობილი პიროვნება დასავლეთისთვის კიდე უფრო ანსამბლში შემოდის ძალიან ლამაზად ყოხტად ჩაცმული მამაკაცი შუახნის თეთრ თმაში დაესწრო რეპეტიციას უყურა ყველაფერს ასე რომ თქვა დასრულდა რეპეტიცია და მოვიდა და მე გამეცნო ეს იყო ცხონებული გულო მიქაძე და დამპატიჟა ბავშვებთან სამუშაოდ რა და რომ მივედი ანსამბლში რა ბავშვებთან იქ დამხვდა 7-8 წლის ანსამბლში ბავშვებიც და იყვნენ 12, 13, 14 წლამდე ბავშვებიც, სადაც უფრო რაღაცნაირად აი მასწავლებლური კი არ მეჭირა, უფროსი მეგობარი ვიყავი, ვინც ცოტა მეტი იცოდა რა, ხო ხვდები და შესაბამისად იქ არ იყო იმის საშუალება, რომ ახლა მკაცრი მასწავლებელი ყოფილიყავი, არა, ვცდილობდი რომ ამეხსნა და მიმეწოდინა
სწორად მათთვის, რასაც გულისხმობდი ის სულისკვეთება, ის ხასიათი ცეკვის კარგად იცი, ახლა დალოცვილი ქვეყანა კი აპატარა, მაგრამ ყველა კუთხეს თავისი ცეკვა რა აქვს, გქონიათ თქვენ ამაზე საუბარი თქვენს ეთერში, რამდენად მდიდარია ჩვენი კუთხე და ჩვენი ქვეყანა მაგ მხრივ, რომ კი, ერთი პატარა საქართველოა, აგერ დალოცვილი, მაგრამ ამდენი სხვადასხვა სტილი და განწყობა და ილეთია შეგნით, ხო? შესაბამისად, ეხლა წეგამ თქვი უბრალოდ საუბრისთვის, რაც ვარ ეს ვარ, ახლა ვერ გადავკეთდები. 45 წელით პატარა არ არის, შეიძლება ეხლა, ხო, ბებერი არ მერქვეს, მაგრამ, რაც ვარ ეს ვარ, მიმიღეთ როგორიც ვარ, თორე კუთხეების განსხვავებაზე საინტერესო ვიდეო არის შენი სოფლიო. ისი? აი მაგ კუთხეების სხვავაზე. პლანოს მოუხდება, შვილო? იმღვირები, ნაგები, გინდა? ხო, აჭარულზე. ეჯო, აი! სო ხასიათურია, ცოტა ისეთია. საკიკელუცო, სახე ცინის, თვალები ცინის. არ შეიძლება, რომ ერთი და იგივე სახით სხვადასხვა ცეკვა იცეკვი, შვილო. სამაგიეროდ ოსურს კი არ მოუხდება, მაგრამ შენი დაკრიჭვა, იქადა ესეთი ამაყით წეული ცეკვავენ და აველოს ანაირად ცეკვავენ, შვილო. თავადების ცეკვა. ხო, აი მე და შესაბამისად დღევანდელი ბავშვების მე მათთვისაც ნათქვამი მაქვს, რომ კი რა თქმა უნდა მიყვარს, რასაც ვასწავლი, ქართული ცეკვა, მაგრამ რაღაცა მომენტში დავფიქრდი, მე მგონი კიდე უფრო მეტად მიყვარს ჩვენი მომავალ თაობასთან ურთიერთობა და გადაცემა იმისი, რაც შეიძლება ჯერ არ იცოდნენ რა. დავამატებ, რომ აი ხა ადამიანები ვართ, ხო, ოჯახიდან მოვდივართ ყველა. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ ეხლა ხო ატყობ ბავშვს, რომელსაც იცნობ წლები აზდი, რაღაცა ხდება. სახეზე ეტყობათ, ხო? გამიჩერებია რეპეტიცია, აბა დავჯექით. აბა რა მოხდა? დავწონოთ, ვისაუბროთ, ლოგიკურად ამიხსნი არა როგორ და აი დამილაგებია რაღაც პატარ-პატარა, ყველგან ხდება ეხა არეულობა, ხო? აი თუ გინდა ქალვაში, თუ გინდა ბიჭებშიც რაღაცა და ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთი მოსწავლე მოვიდა და მითხრა, რომ რაღაცა მომენტში მაგას მე მამამ ესე ვერ ამიხსნიდა. ხვდები? შესაბამისად ეხა ახლა სიამაყე სიამაყეა და აი ვიცი მიხარია მე დღემდე თქვი წერან საუბრისას, რომ აი ანსამბლი დამეშალა დიდები აღარ მყავს და აი არ გავა ისე კვირა, რომ აი ბევრი სასწავლებლად თბილისში წამოვიდა, რომ ჩამოვლენ, დარბაზში არ შემოირბინონ, ხო ზიციან რეპეტიციები, როდის არის და კი არა, ეხლა იმ ხელა ბიჭები არიან გვერდში რო გიდგანან, აი კაცები არიან უკვე, ხო და აქედან გაზარდე რა 8 წლის იყო. ავიცა მე ამაყება, გიო რო გითხრა სიმართლე, აი მე ამაყება, რომ მომავალ თაობას რაღაცას ვასწავლი. ეს მარტო ცეკვას არ ეხება. ეს ყველამ კარგად იცის, ყველა ჩემი კოლეგა და მეთანხმება ჩვენთან მარტო ილეთები არ ისწავლება. ჩვენთან ისწავლება ქართული სული, კაცობა რა არის, პატივისცემა რა არის, ქალის და მანდილის და რა საერთოდ რა სულისკვეთების ერი ვართ რა საერთოდ. იმიტომ რომ საამაყოა ეს ყველაფერი ჩემთვის. ალბათ კიდე უფრო ღრმად მივხვდი ამას, როცა წასული ვიყავი და მოვწყდი ამ ყველაფერს. აი მაგაზე ნახე წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ. ლევან ჯილანძე მყავდა დღეს დაიდება ეგ ვიდეო, ერთი კვირით ადრე ხდება ჩაწერა. ხო. და ზუსტად მაგ თემას შევეხეთ, რომ მასწავლებელზე, მშობლებზე, გარემოზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული და მასწავლებელი და თან განსაკუთრებით ისეთ სფეროში, როგორც არის ქართული ცეკვა, კულტურის, პირდაპირ ტრადიციის, ისტორიის გადამცემი რო ხარ. არ არის მარტო ის, რომ ილეთი აუხსენი ბავშვს და სულ მორჩა. რა თქმა უნდა. თან პატარა ასაკი 6 წლიდან როცა ბავშვი შენთან არის, რაღაცნაირად ეგრე მგონია, რომ ვალდებული ხარ, რომ შენ მთელი ყველაფრით ასწავლო რა. რა თქმა უნდა. უბრალოდ მოძრაობა გააკეთებინე და მოშე არა. დაწყებითი ხო კიდე სხვა სფეროა, ეხა ვინც არ იცის, გიო, აი ძალიან რა ვიცი ახლა რო, მაგრამ ძალიან კარგია ეს ყველაფერი, რაც წამოიწყეთ ჩემო ძმაო კიდევ ერთხელ წარმატებები, რაც მეტი თვალი და მეტი ყური ამ ყველაფერს მოისმენს, იქნებ მიდგომაც შეიცვალოს ამ ყველაფრის მიმართ, იმიტომ რომ ეხლა ახსენე ხო 6 წელი და პირველი კურსი. პირველი კურსი ახლა გაგეცინება ბასტი ბუბუში მგონია ძმაო, თავი ის უნდა გაართო, რომ ჯერი ყოფნა შეაჩვიო, შენ შეგეჩვიოს. ჩემ შვილს გაუმარჯოს ისე ღმერთმა, რამაც სიმართლეს ვიძახი, აი ლამის მართლა ცხვირი გავიკეთო წითელი, რომ
6 წლის ბავშვი ესე რომ გიყურებს და იმან ჯერ არაფერი არ იცის, ხო რა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ აი ბავშვი არ მოწყინდეს და ეხლა ტირილით რომ დედა ბავშვი იქ მოგიყვანს, იგი იმას ეხლა ვერასწავლი. ეგ კი არა მე მოზარდსაც. ეხლა შვილს ფიცა ვარ მიხდება ამის თქმა დღესაც მე რო დაუშვათ შვილო შენ თუ აქ შენი სურვილით არ მოდიხარ და მოდიხარ დედიკოს ან მამიკოს ხათრით მითხარი მე და ისე მოვახერხებ რომ არ მოგიყვანენ შენ აქ და არც საყვედურს გეტყვიან იმისთვის რომ აუ შენ ცეკვა არ გინდოდა ოღონდ ვიცოდე რომ შენ აქ ძალით ვინმეს არ მოყავხარ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს გიო ბავშვი რომ მოდის დარბაზში და ერთი სული აქვს როდის შემოვა იგი გაცეცხლებული თვალებით გიყურებს რომ რაღაცა უნდა შენგან რაღაცა ისრუტავს ხო აი ეგ კი არა რამდენჯერაც გინდა აი კარებთან რო ვდგევარ უკვე და დაუშვათ როა ხო არის ახლა ყველა გაკვეთილი ერთნაირად არ მიდის არის ცოტა ხანდახან რომ დატვირთულია არის ზოგჯერ რომ ცოტა ლაითი რეპეტიცია ხო მაინც ვდგევარ და კარებში დროზე ბიჭო ვიძახი ასასვლელი ვარ ნუ ერთმანეთიც უხარიათ ეხლა ჩემთან გაგიკვირდება ეხლა ხო ყველგანაც ასია ალბათ მაგრამ მე რო უხედავ ძალიან სიამოვნეს აი ამ ხელაც რო შემოდის ხელის ჩამორთმევა კაცურად გამარჯვობით და ერთმანეთი უყვართ ეგია ყველაზე დიდი პრივილეგია ჩემით რომ ცდილობ რომ რაღაცას თუ შევხედავ არასწორად არის რაც ხშირია ეხლა ბავშვებში ხო ყველამ აი საკუთარი თვალით დავინახოთ ეს სიტუაცია ერთი ბავშვი სახლში ფრთიანი ანგელოზი შეიძლება იყოს მაგრამ 40 ბავშვი რო ერთად სივრცეშია და თან ისეთ მასწავლებელთან რომ ჯოხი არ უკავია და არ ეშინიათ მისი ხო იქ ხდება ქაოსი იმიტომ რომ უხარიათ ერთად ყოფნას და ხმაურიც არის და ყიჟინიც არის და სირბილიც და ყველაფერი ხო ახლა ვერ დაუშლ ბავშვობა უნდა დაუშალო მაშინ ხო და აი ხო არა ვარ დაუშვათ ისეთი მასწავლებელიც რომ აი შიში ვიდეო ახსენე და რაღაცა კიდევ კარგი რომ არ უყურებ ამ ყველაფერს რა მეუღლე მეჩხუბება კიდეც რომ არ გაინტერესებს ამდენ კარგ რაღაცას წერენ არ მაინტერესებს მეთქი შენ ხო გიხარია თუ რამე აუცილებელი რომ მითხარი თორე არ შემიძლია ხავ სკროლო და ვაგულო ყველას კომენტარი ან კიდე ისეთიც ბევრია ხო აი არან რაღაცა არ მოგწონს ან რაღაცა ვიცი რომ რამოდენიმე ვიდეოს ქონდა ცოტა ნეგატიური იქ რაც ქვია რა მესიჯი თუ რაც ამოვიდა და კომენტარი ხო გააკეთე მე აი ცოტა ფიცხი ვარ გიო ისეთი არც შეიძლება რომ ეგ კომენტარები ვნახო ნუ გული ნუ რავის ნუ დაწყდება ეგიც დაიდება უეჭველი ეხა და აიტვირთება ჩემი ანსამბლის იმაზე არავის გული არ დაწყდეს ყველას თუ შეიძლება ასე პირდაპირ ვეტყვი ყველანი მიყვარხართ რა ვიცი გეფერებით და მიხარია თუ რაღაცნაირად რა ვიცი რაღაცა გარკვეულად პატარა ნაწილს სიხარულს მოგანიჭებთ ეს ჩვენი ვიდეოები გადმოცემით ვიცი რომ ძალიან ბევრი გვეხუტება ესე რომ ვთქვათ და გლოცავს და რა ვიცი ერთი ფაქტია რაც ვიცი რომ აი ძალიან მტკივნეული თემაა საქართველოსთვის და ყველასთვის ძალიან ბევრი ემიგრანტი ითფობს გულს ესეთ ვიდეოებზე და ჩემი თხოვნა ის იქნება რომ უბრალოდ თავი შეიკავონ ზედმეტი რა ვიცი მასწავლებლური და ფსიქოლოგიური რა ვიცი სწავლებით და მითითებებით ზოგადად ხალხო თუ შევეშვებით ნეგატივის რქვევას და ცოტა გადავალ აი მე მიმართვაც განწყობაზე კარგი იქნება მიმართვაც მაქვს ერთხელ გაკეთებული მოხდა ისე რომ საერთოდ როგორც აღმოვჩდი ამ სივრცეში სფეროში არა აი კიდევ კარგად იცი ახლა როგორი ტრენდულია ეს TikTok-ობია და ამბავი და ბავშვები ბიჭო სულ რაღაცა ვიდეოები და ჩემი აზრით რომ თითქოს ვიდეოს უფუჭებდი გამოუჩთებოდი რა ესე რაღაცას ჩავივლიდი ვიდეოში რომ გამოჩენილიყავი აუ გადავიღოთ მას და ახლა რა ვიცი ვინც ვისაც აქვს შეხება ბავშვებთან და ქორეოგრაფიაში და საერთოდ ურთიერთობა ბავშვებთან ძალიან ძნელია თქვა მათ გამწყინებულ თვალებს უარი უცხა რაღაცაზე ავი მე ასე ვარ მაგ აი დაგიყოლიები რბილი მხარეც მაქვს ხო დაუშვათ რაღაცაში და მეთქი ხო კარგი ჰე და იყო რაღაცა გასართობებით დავიწყეთ ჩაწერა რაღაცეების და რაღაცაზე ხა ვატყობ ხა ხო როიცნობ მეუღლეს რომელიც ჩვენ გვერდში ცხოვრობს და არა მარტო სამსახურში ხედავ მეთქი რა ხდება იაკო რა ხდება რაღაც აგერ ბავშვებიც რაღაც ცოტა ცხვირ ჩამოშვებულები რა და
მივხვდი რომ რაღაცა აი ეს სიგარეტის ამბავზე იყო წამოსული, რაც ვაფშე სხვა კადრია თუ დააკვირდება ეხა თვალი შეხვედება რომ უკვე გარედან შემოსულზე მიჭირავს სიგარეტი და თან ესე მიჭირავს რაღაცნაირად, იმიტომ რომ არ გაჩერდა არ ვაში რა, ცოტა ქაოსი და აუდექი და მიმართვა გავაკეთე რა, მაგ პონჩი რომ აი რა საჭიროა, რაღაცა არ მოგეწონა, ხო შეიძლება რომ აუსვა ხელი და ასკროლო, ხო, როგორც ქვია. ან რამე რატო გონია რომ შენ გასწავლება რამისი მჭირდება. მამენტ ხო ქვისკენ პირი მიქნია და თან იქაც ვამბობ რომ ყოფილ ვარ ბატონო და გვინახავს. გიო არა მაქვს წიგნის განათლება დიდი მიღებული, მაგრამ მაგარი დიდი გამოცდა მაქვს ცხოვრებაში ჩავარებული. რა გამოცდითანაც იოლად ვაძლევ თავს უფლებას და შობელი ვიც მყავს ძალიან ბევრი მყავს ამას გულისხმობ მენდობა ის ადამიანი და მიტომ ყავს ბავშვი ჩემთან თორე წაიყვანდა ერთ კვირაში ხო იმან იცის რომ მე თუ რამეს დავარიგებ იგი არ იქნება გზასამცდარი და არ იქნება რაღაცა არა ამ ქვეყნიური და მენდობა ხო და მეც პასუხისმგებლობა მაქვს შობლის მიმართ და ბევრი მეგობრის შვილი იქ ეკვავს ჩემთან და თუ დაქალი დაარქვი და გინდა ძმაკაცი და გინდა ნათესავი ხო ის ოჯახია იქ სხვანაირად არ შეიძლება თუ არა თბილად მშვიდად ახსნით განმარტებით თან დავამატებ რომ დღევანდელი ახალგაზრდობა ვაფშე სხვა თემაა სხვანაირია ძალიან ამიტომ თუ არ ჩაწუდი იმას სულში გულში ვერ გააგებიებ და აი აქედანაც მიწევს იმ რაღაცის თქმა ხო რომ აი ვაგრძნობიო უფრო მეტად იმიტომ რომ мотивация აი ჩვენ ვისაუბრეთ წეგან ხო სანამ ყველაფერს ჩაწერას დავიწყებდით ენთუზიაზმზე ჩვენ თაობას მოუწია და იმუშავა მაგრამ ეს თაობა სხვანაირია ამათ იმენა ბოდიში და აი უნდა დაუღეჭო კარგად რომ რაღაცა აგრძნობიო და რაღაცა აი რა ვიცი ახლა ბევრჯერ ისიც მithქვამს წარმოგიდგენია ახლა ამდენჯერ მაქვსო ტრეინაჟის ოსური მონასმენი დღემდე ახლა რო ჩართო ძმაო დამაშრიალებს ტანში ხო აი იგი ასიყვარული და ამას ვცდილობ რომ რაღაცნაირად ამბავშვებს ძალიან ბევრი რაღაცასთან აქვს ცდომა ძალიან ბევრ კულტურასთან აქვს ცდომა ძალიან ბევრ სხვადასხვა ქვეყნების ხალხთან აქვს ცდომა რა იგივე TikTok-ი რო ახსენე Facebook არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი სოციალური ქსელი Instagram-ი იქნება TikTok-ი იქნება უყურებენ სხვა კულტურის მატარებელ ახალგაზრდებს წარმატებულ ადამიანებს შეიძლება წარუმატებლებსაც არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ იქაურ კულტურას ანუ გინდა არ გინდა ყურებით შემოდის შენში კულტურა რა თავისთავად შეძახილით ნახვით ანუ რახან ქართველი ხარ შეიძლება სისხლით დახორცი თუ დაიბადები სადმე არ აქვს მნიშვნელობა ხარ არც ერთ თითქოს მოზამბიკაში რო დაიბადო მოზამბიკის კულტურის მატარებელი გახდები რამდენიც არ უნდა ვთქვათ ეხლა ჩვენ რა სისხლის ყივილი და რაღაცა შეიძლება სადღაც პატარაზე ოდნავ მაგრამ სადაც იზდები რა გარემოშიც ის გაყალიბებს ადამიანად და არა აქვს მათ მნიშვნელობა შენ რეალურად წარმოშობა სისხლისაიდან გაქვს რა საბოლოო ჯამში ეგრეა და მაგიტო არის რომ დღეს უფრო მეტი წილი პასუხისმგებლობა არის მასწავლებლებზე, მშობლებზე, ზოგადად გარემოზე იგივე ვინც პასუხისმგებლობას იღებს ბავშვებზე, რომ გარჩევადობა ასწავლოს ბავშვებს, რომ ეს არის ჩვენი კულტურა და ეს უნდა იცოდე, ჯერ ეს უნდა გიყვარდეს და თუ რამე არ მოგეწონება აქვს, მოდი მე გადაწყვეტე რა. ბევრჯერ მithქვამს გიო. ეხლა ჩემი დრო კიდე ცოტა სხვა იყო და უფრო მეტი ბავშვი იყო ცეკვაზე მისული ესე რომ ვთქვა, ხო? თუ ქალი თუ კაცი. არ არის ცუდი რომ განვითარდა ქვეყანა და ყველა სპორტი თითქოს გარკვეულ ეტაპზე ავიდა და მივესალმები და მოხარული ვარ. მაგრამ ეხლა უკვე აი ძალიან შედარებით ნაკლები ბავშვია ცეკვაზე. რაც რაღაცნაირად ახლა გულს მტკენს ხო ვერ ვიტყვი, მაგრამ ვფიქრობ რომ თითქოს და სავალდებულო უნდა იყოს სტუდიის გავლა მაინც. და რატო გეტყვი? დარწმუნებული ვარ ყველა კოლეგა და მეთანხმება. ავით შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ აი ეს ახლა ეგ უკვე ტრაბახია თითქოს ჩვენი სფეროსი. ცეკვაში ბავშვი თუ არ გა ყველა სპორტში ვარ გაძმაო. კარგად აი კარგ ნათქვამს კარგი გაგება უნდა ეხა ხო? იმიტომ რომ შეიძლება ცეკვა ისწავლო ილეთად ხო? და ეგ კი არა დღეს ეხა 40 ბავშვი რომ იდგა სცენაზე შეიძლება 2-იც არ გაყვეს პროფესიად აირჩიოს ისე რომ დიდან სამში იცეკვოს და
ჩამოყალიბდეს როგორც ხელოვანი. ხო, არ არის ეგ არც აუცილებლობას წარმოადგენს და არ გამოდის რა უფრო ხშირად, ხო? მაგრამ აუცილებელია გოგო ბიჭმა, ქართველმა გოგო ბიჭმა სტუდიის 4 წელი მაინც გაიაროს. და რატო? მაგის აუცილებლობა ეს ბოდი შეგაწყვეტნია. რას გავს დაახლოებით ახლა იცი ეს კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა გექნება წაკითხული. ხო. მან რო არის კარცერი ლუქსი უნდა არსებობდესო, სადაც სოფთელი ახალგაზრდები უნდა ჩაკეტაო კარცერშიო და სანამ რაღაც ამ წიგნებს არ წაიკითხავენო, მანამდე არ უნდა გამოუშაო რაღაც. იმუშავებს? ნახე სავალდებულო რაღაცები ხო არ რაღაცა გარკვეული დოზით იმუშავებს. როგორ პონჩი იცი შეიძლება ახლა ხო სასწაულს ვამბობ მომენტ, მაგრამ აი სკოლისა თემაში რო იყოს იმნაირი პონტი არა რა. რაღაცა გარკვეული უნდა გაიაროს. რომ იცოდეს სკოლა რო სავალდებულოა, სწორედ მაგიტო არის რომ ბევრ ბავშვს უმეტესობას ეჯავრება ისეთი მაგარი ნაწარმოებები, რომლებიც სკოლის გარეთ რო წაეკითხა, არა მაგარია ითხოვდა, მაგრამ სკოლას ახსენებს, იმიტომ რომ ისავალდებულოა. ხო. არა მესმის რა იძულება. იმიტომ რომ ცეკვა ხომ უნდა გიყვარდეს. ეხლა აი შეიძლება მარტო ოცნებად დარჩეს, რასაც ვამბობ, მაგრამ რამისნით ვიზახი გეტყვი. ნახე, ჩემ დროში რო იყო ეგ ერთ-ერთმა ჩვენმა სტუმარმა ახსენა, რომ რაღაც რა გენაღლებას პონტი, რომ რა გენაღლებად მოცეკვავეებსო. შენ რა გენაღლება მთელი ცხოვრება აცეკვავ. ჩემ დროს როგორი თემა იყო, იცი? ამაგენს ფეხებში აქვს ტვინი. ბიჭო, ტვინი აქვს თუ არ გაქვს? ხო, ასია ფაქტია, რომ ეს ამოძრავებს ყველაფერს, ხო? ამდენი. ეხლა წარმოიდგინე ბავშვს, რომელსაც უკვე 5, 6, 8 წელია რო ცეკვავს და ერთი 8 თუ 10 ცეკვა აქვს, ნაცეკვი, ყველა სხვადასხვა ხასიათის, ყველა სხვადასხვა ილეთი, ხაზი ასე, დიაგონალი, რითმი, აქ თუ არ გაქვს ტვინი ვერიზამ. ძმაო და არ ვტრაბახობ, ცეკვა რომ ახალგაზრდა ბავშვს ხვეწავს, გინდა გონებით, გინდა ფიზიკურობით. ავიცი. ვერ შევაგავ. მაგაზე არც გედავები რა თქმა უნდა. და აი ყველა ჩემი კოლეგა დამეთანხმება ამაში, რომ ცეკვაში რომ ბავშვი ხვეწება აზროვნებით, ფიზიკურობით ისე არ ვიცი რომელი სპორტი ავიღოს. არ ყველა სპორტი მიყვარს, ყველას გაუმარჯოს, ვისაც რამის მიუღწევია, რომელი სპორტიც არ უნდა ავიღოთ. ბევრი როგორი რაღაცა მქონია, იცი გიო, რო რაღაცა ეხა ხო ფეხბურთი რამდენად ასე რო ვთქვათ პოპულარულია, ხო? აი ბავშვი რო ვიცი ჩემთანაც ცეკვავს და ფეხბურთზეც დაყავს და ტრენერს რო აქვს ნათქვამი, რომ არ დაანებებიო რა ცეკვას თავი. იმიტომ რომ სისხარტი აქვს იმას. იმორჩილებს, სხეულს იმორჩილებს, მოდი აქედან დავიწყოთ. ამიტომაც რატოა ცუდი, რომ მინიმუმ 4 წლიანი მაინც ყველამ გაიაროს. არა, ცუდია თქო. ხო, აი, რა ვიცი, ალბათ ძალიან რა ვიცი. ჩემთვის არა იმიტომ რომ ეს ჩემი სამსახურია, შეიძლება საერთოდ იყოს ჩემი სამსახური და შემოსავლის წყარო, მაგრამ ფაქტებით თუ ვისაუბრებ და რა შემძინა და რა ჩამომაყალიბა, მე რა ვიცი, ახლა მან ხო კიდე დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ ასწავლის. აქვს. რა თქმა უნდა აქვს. სავალდებულო ცეკვის წრე რო გაკეთდეს. მან ხო აუცილებლად, აი, რა ვიცი, მნიშვნელობა კი არა, ერთ-ერთი ფუნდამენტური ის არის. ნახე, ხო, ახლა ცოტა შეიძლება ძალიან ისეთი იდეა იყოს, ხო, განუვითარებელი ხო, არა, ეს ახლა ჰიპოთეზაზე გვაქვს საუბარი. ეგ უნდა იყოს როგორ იცი? იქ უნდა იყოს მისი აღწერაც, ახსნაც, პატარა ისტორიაც, საიდან წამოვიდა, რა წამოვიდა, როგორ წამოვიდა, რატო წამოვიდა. რატო ქვია ოსური და ხო ხდები? თეორიაც უნდა რა თქმა უნდა. რატომაც არა. ბავშვი რომელიც აი მაინც გონია რომ მე ბავშვებს უნდა უმეტესობა შეზულდება რომ არ მგონი მე გაკვეთილი რო აქვს ოსურის მოსაყოლი. არ მეცოდება. ოსურის გაკვეთილი მე ვასალ, კაი იყო. ხო, არ ვიცი, გიო. მაგრამ შოველი რო იგივე დაგვიტოვა. ერთს ვიძახი ძმაო, მე ვიცი, ხო, აი მაქვს ერთი დღე, სადაც ჩემთან ბიჭები იწურებიან როგორ რაღაცა, იცი, 40 წუთიანი პრესია. სადაც მოქმედი მოცეკვავეც რომ მივიყვანო, შეიძლება გაუჭირდეს. პირველივეზე. გიყვები ახლა ადათი ჯიზე. ხო.
რა პროექტია საერთოდ, საიდან არის და ეს ჯაბაასი ვისი შვილობილია. მოკლედ ადათში არის ეგეთი ვებგვერდი, სადაც გაერთიანებულები არიან ქორეოგრაფები და ორგანიზატორები. ორგანიზატორები ანთავსებენ თავიანთ ღონისძიებებს, ფესტივალი აქვს, სადმე კონცერტი აქვს თუ რა აქვს. ქორეოგრაფი მარტივად ერთ ვებგვერდზე ყველა ორგანიზატორის განცხადებას ნახულობს და თავისთვის სასურველს არჩევს, თარიღით იქნება, პირობებით თუ ასე შემდეგ და ეგ რეგისტრირდება. ჩვენიერი. გადავხედავ. აუცილებლად გადავხედავ. გელოდები ადათის. იყო ისე საუბარი, ითქვა ბევრი რაღაცები. დავამატებდი ისე ერთ რაღაცას, მაგ საკონცერტო ამბავს და პროგრამებს. რა მომენტია. ხო, ეხლა ჭირდება ერთმანეთის მოსმენაც და შეიძლება ძალიან აბსურდული აზრიც იყოს, მაგრამ რაღაცა მაინც პატარა მონაკვეთი დაიჭირო, ხო, რაც წაადგება უკეთესობისკენ წავიდეს ყველაფერი. ნახე რა მომენტია. რუსთავის მოცეკვავე რო ყავდა, სტუმრად სახელი რა ქვია? გაგა ბოხუ. გაგა. ნახე გაგამ რო თქვა, ყველა მოცეკვავე არ უნდა იყოსო, მოცეკვავე ყველა მიცეკვავს, მაგრამ ყველა ქორეოგრაფი ვერ იქნება და არ უნდა იყოს. იმიტომ რომ შეიძლება ცეკვა მაგრა გამოგივიდეს და მაგარი მოცეკვავე იყო, მაგრამ ქორეოგრაფია ვერ გაკაჩო. ან შეიძლება ვაფშე ცეკვაში ბევრი ვერაფერი ვერ ქნა, მაგრამ ქორეოგრაფია რაღაცნაირად გქონდეს გუნებაში, აგონებაში რაღაცნაირად, ხო? შესაბამისად, აი მაგ პრობლემის წინაშე ვდგევართ. ყველგან მე ვფიქრობ, რომ ყველგან მარტო დასავლეთს არ გამოვყოფ. და რავს გულისხმობ გეტყვი. ჩემი აზრით, ან დამთავრებული უნდა გქონდეს ქორეოგრაფიული, რო იყო ქორეოგრაფი, ან უმაღლეს კატეგორიაში უნდა იყო ნაცეკვი. არ აქვს ამაზე მნიშვნელობა თბილისი იქნება თუ ქუთაისი თუ ბათუმი. უმაღლეს კატეგორიას გულისხმობ სახელმწიფო ანსამბლში მიღებულ გამოცდილებაზე. შესაბამისად, ძალიან ცუდია ისიც, რომ შედაგეც რო არ არის საკმარისი. ნახე, მაგას უკვე უნდა თაობდეს ქორეოგრაფიული, რაც არის ეს სამთავრობო, კულტურის სამინისტროც უნდა იყოს ამ ყველაფერში ჩართული და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ იყო რაღაცა განცხადებას წავაწყდი, ესე რომ ვთქვათ, თავიდან გადამოწმება ძალიან ბევრი ანსამბლის. მე მგონი კი, ქორეოგრაფია კავშირმა დაიწყო. კავშირმა წამოიწყო, რომ აი ბიჭო 10 ახლა სახალხო სანიმუშო ანსამბლი მართა მივესალმები, შეხედე აი აქ ლოგიკა სად არის მან შეიძლება 10 წლის უკან მაგარი სასტავი მყავდა და კი დავდე მაგარი შედეგი და მივიღე ეს სახელი, მაგრამ დღეს იქნებ სად ვარ? ხო, რატო უნდა ვისარგებლო 10 წლის უკანდელი სახელით, როცა კარგი შეიძლება, კარგი თო ხო იცი ახლა რაც არ უნდა მაგარი იყო ხანდახან შეიძლება ჩაგივარდეს, ხო, ვერ მიიღო ის სასტავი, ან რაღაცა, ხო, ცხოვრებისეულ რაღაცა შეგემხო, შეიძლება არც გეცალა იმდენად, ხო, აი ძალიან უბრალო რაღაცაა. შესაბამისად, ეს გადამოწმებები ძალიან კარგი რაღაცაა ჩემი აზრით და არის კიდე ერთი მომენტი, ნახე, მე მგონი არაწყენ და არც კატეგორიების მინეჭება და რა პონჩი. შეიძლება მე არ ვიყო A კატეგორია და გავედი ვიღაცასთან შეჯიბრზე, ვარ C კატეგორია დაუშვათ და ვეჯიბრები ვებერთელას ვიღაცას. ხო, ან არ გავალ საერთოდ, როცა ვიცი, რომ A კატეგორია გამოდის. იქ მხოლოდ ეხა მოდი ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში, ხო, ყველამ ვიცით რისი გაკეთება შეგვიძლია, ხო და არ გვეშლება ეხა, ხო, კარგის და გლახის გარჩევა მართლა არ გვეშლება. მე თუ ვიცი, რომ მე არ მეკუთვნის ამა და ამ ანსამბლებთან ერთად კონცერტზე გასვლა, არც გავალ, რატო გავიდე ბავშვს გული დავწყვიტო? ხო ხვდები რასაც ვიძახი. შესაბამისად, რაღაცა კატეგორიებიც უნდა არსებობდეს. აი მაგაზეც გქონდა საუბარი, მე დაუჩას ნანახი აქ როგორც მე ვხდი, რომ არის მარტო ანსამბლზეც არ არის, რა სხვა ჯგუფი შეიძლება გაკავდეს კონცერტზე და ეხა. კი. სადაც სიტყვაზე ვიცი, რომ ანსამბლის დონის მოცეკვავები, ჩემი ანსამბლის დონის მოცეკვავები გამოგყავს შენს, ამ შენი ანსამბლიდან გამოგყავს. გამოვიყვან ანსამბლს იმ კონცერტზე და არ გამოვიყვან მეორე კურსზე, რაღაცა მოსამზადებელი ჯგუფს და ასე შემდეგ. აი თუ ხო ხვდები, აი როგორც ამბობ, ხო ის სცენა აუცილებელია, ოპიტი მაქედან ბოდიში, ახლა რუსულ სიტყვაზე მაქედან უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ სცენა ხო, აი ზუსტად სცენა ნახოს და კულისი რას ნიშნავს და შეუყვარდეს ეს დალოცვილი, იგი თუ არ გადიდა იცეკვე არ ვერ შეგიყვარდება, ხო?
პირდაპირ ბავშვი შეაგდებს სცენაზე და 3 ცეკვას აცეკვებდა 5 დაუშვათ. არა, იქ თავიდანვე რო იცის მასწავლებელმა რა შეუძლია მის ჯგუფს და როგორ სიტუაციაში უნდა გაიყვანოს შესაბამისად უკვე ჩამოყალიბდება სხვანაირად და არ უნდა იყოს ბოდიში ახლა ამ სიტყვაზე, მაგრამ აი მარტო ჯიბეზე გათვლილი არც ფესტივალი არ უნდა იყოს და არც ქორეოგრაფი. რომ შეიძლება ახლა მე კი ჩვენი შემოსავლის წყარო ეგ არის და ახლა არავის არ უკვირს ხო რაღაცას რო ვაკეთებთ შემოსავალიც გვინდა იქედან, მაგრამ ან რა პირობაში უნდა აცეკო, ან რაღაცა აი ხო ხვდები ახლა ყოფილა უბრალოდ ამას ფაქტებიდან ვსაუბრობ, ხო არ დამსიზმებია. ახლა ვცდილობ ყოველთვის რომ ვიღაცა უცხოსთან არ ჩავალ, ხო, თუ არ ვიცი პირდაპირ ახლა თორე არის ზარები შემოდის და გვეპატიჟება, ბევრი დაუშვათ, მაგრამ მირჩევნია ჩავიდე ისევ ვისაც ვიცნობ და ვიცი რომ იგი მე ახლა იმგენს თუ არ დამახვედრებს, რა ქვია, გამოსაცვლელად, ხო ხვდები? შარავანდებიან ოთახს, ვიცი რომ რაღაცას კუჩნოთ შემიყვანს, გამოიცვლის ბავშვი და ვიცი რომ სცენაზე ვიცეკვებ თორე ახლა. ყოფილა აი მაგისტვის ერთ-ერთი ფუნქცია ადატიძიზე. რას თქვი მესმის? რომ აი მაგალითად შენი მეგობარი ანსამბლი დაინახე რომ იმ უცხო ორგანიზატორთან, უცხო ორგანიზაციასთან დარეგისტრირებულია, ანუ გადის იქ. ხო. შენ შეგიძლია უკვე სანდოობისთვის შენს მეგობარ ანსამბლს დაურეკო და იმასთან მიმართო რომ ამასთან გააქვს გამოცდილება რომ დადიხარ. რა სიტუაციაა, როგორ ხდება რომ ვა, მაშინ მოდი მეც ვსვდი რა. რომ მარტო იმაზე არ იყო დამოკიდებული, ეს არ ვიცი და მოდი რა. მე მის თავშეკავება სწორიც არის, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება შენ პირობების შესაბამისი ვერ იყოს, როგორც შენ გინდა ლამაზად რო თქვა რა უბრალოდ. არა, ახლა უხეშად რო თქვა, საუბრით არის. ყვილის ხვერპლი გახდე რა. ხო, ახლა რო დარეკავდა, ეუბნები რომ ეს ვარ და ჩამოსვლა მინდა, ხო პირობასაც კითხულობ, კაცო, სად ტარდება, როგორ ტარდება, ახლა სცენაზე რომელზეც ნამყოფი ხარ, უკვე იცი, სადაც მიდიხარ რაღაცნაირად და ახლა ქუჩაში არ მოგიწევს, იცი, მაგრამ ყოფილა ძმაო შემთხვევა ისეთიც, რომ არ მნიშვნელობა ახლა საჩავედი, მაგრამ ჩავედით 3 საათი რომ ავტობუსით უნდა იმგზავრო და ბავშვებს ავტობუსში გამოვაცვლევინე რა. ეგ ტეხავს. პრობლემა იცი რა არის, ძალიან ბევრი ორგანიზატორი გვყავს უკვე ქვეყანაში, ანუ ქორეოგრაფთა კავშირი რო აკეთებდა წლების მანძილზე. შემდეგ გამოიყო ქორეოგრაფთა კავშირის უამრავი ორგანიზაცია და ყველა უცეკვია არ უცეკვია იცის არ იცის, ყველა ვისაც კი დარბაზის არენდის გადახდის საშუალება აქვს, დარბაზს ჩავშნის და ანსამბლები მიყავს და აკეთებს და არქმევს ფესტივალს. აი იგივე რაც თქვენ ისაუბრეთ, ან ნელ-ნელა მივდივართ იქეთ მაგისკენ ქორეოგრაფთა კავშირი დავიწყეთ აგრესიულად და აგრესიულად გულისხმობ იმას, რომ ბევრმა ანსამბლმა გამოხატა პროტესტი მაგ ყველაფერზე, რაც თქვენ თქვით, ანუ რომ შეუჩერეთ სახალხო სანიმუშაობის სტატუსი. ალბათ ეშინიათ რომ ვერ მიიღებენ და დიდი შანსია, ძალიან ბევრი ვერ მიიღებს და რატო? ანუ ის რომ კონცერტზე გამოდი და მე შენ სტატუს მოგცემ აღარ იქნება. ანუ ჩვენ პრეტენდენტი ანსამბლი პირობითად თქვენ რომ გინდათ სახალხო სანიმუშაო ქორეოგრაფიული ანსამბლის წოდება მიიღოთ. ანუ ჩვენ უნდა ჩამოვიდეთ თქვენთან დარბაზში. უნდა ვნახოთ თქვენი რეპეტიციო პროცესი, ანუ დისციპლინა. მერე უნდა ვნახოთ კულისები. მე და მერე უნდა ვნახოთ ცეკვა. ანუ ისე აღარ იქნება როგორც იყო. ანუ იცეკვა ვიღაცა სასტავმა და ვაუ მაგარია ამას მივცეთ, ეგ ვეღარ იქნება. რა მაგიტო გამოხატა ზუსტად ბევრმა ქორეოგრაფმა პროტესტი მაგ ყველაფერთან დაკავშირებით. აი ის დაალაგება იმის მიხედვით რაც თქვენ თქვით, აი მაგისკენაც მივდივართ რა, იგივე ეხლა თან ეს დროებითი ის არის ხო სტატუსის სახალხო სანიმუშაოს. ანუ ეხლა უკვე 6 წლიანი ვადა აქვს ზუსტად რაც თქვენ თქვით, ანუ აქამდე არ იყო ვადები და ზუსტად იმიტომ შეგავაკეთეთ ეგ რომ ანუ ყავდა კარგი ანსამბლი, გავიდა წლები და ანუ აღარაფერი არ ჩვეულებრივი მოვლენაა ძმაო. ძირითადად ანუ სახალხო სანიმუშო ანსამბლს აცხადებდნენ და კოსტიუმიც არ ეცვა, სარეპეტიციო ფორმებში გამოყავდათ ბავშვები და ამდენიც კი ნაგები. და ანუ აი იმას ვიძახი, ნახეთ ეხლა პირობითად 20 ივნისს ვაკეთებთ კონცერტს, სადაც ნუ აუცილებელი მოთხოვნა გვაქვს ცოცხალი მუსიკა, ბენდი, ანუ ანსამბლს არ მივიღებთ, რომელსაც არ ეყოლება ცოცხალი მუსიკა. ანუ ესე ნელ-ნელა დავნერგავთ ამ ყველაფერს და რაღაც პერიოდის ეხლა ეს რაც თქვენ ისაუბრეთ არ არის ხვალ ზეგ და ეს ეტაპობრივი ნელ-ნელა ნაბიჯები, მედითი ნაბიჯები. გაწერილი გეგმა, რომელსაც თქვა 5 წელიწადში თუ მივახცევთ სრულყოფილებასთან ახლოს მაინც, ანუ ეგ უკვე ძალიან დიდი შედეგია. რატომაც არა, აქამდე თუ არაფერი არ შეცვლილა ის 5 წელიც უცებ გავა და შეცვლის რა ვიცი შეიძლება დაალაგება, იმიტომ რომ ნახე ბავშვთა ანსამბლს რაც შეეხება ჩვენ ხო სრულად მშობელზე ვართ დამოკიდებული, არა ჩვენ სხვა ფინანსი არ აქვს, რომ ეგ ფორმა შეუკერო ან რაღაცა
შვილს ფიცა ვარ ძმაო 20 ბავშვიდან 5 შეიძლება ეხლა მერტონ ნუ მიწყენ ვინმე შევაწოვე ვაყენო მაგრამ რო ვიცი რომ რაღაცა არის გაჭირვება და რაღაცა ფინანსური პრობლემა ოჯახში 5 თუ 7 ბავშვი მყავს უფასოდ საერთოდ ნუ ხო ხვდებით ეხლა კია ჩემი შემოსავალი მაგრამ ბავშვი რო ვიცი რომ ცეკვა უყვარს იმის გულისთვის როგორ გაუშვებს სახში რომ მიშობებს თვის გადასახადი არ შეუძლია განა არ შეუძლია იგი შობელი წელებზე დაიდგანს ყველა შემოიტანს მაგრამ თუ შემიძლია რომ რაღაცით ხელი შეუწყო ერთადერთი მხარე ეგ არის რომ გავათავისუფლო გადასახადიდან რა მეტი არაფერი არ შემიძლია რომ მქონდეს მოუგდეს ჩემი თავი მაგრამ ჩვენ გვჭირს ეს პრობლემა ქართველებს მოდი ვისაც უნდა რაც უნდა ის მითხრას და თქვას თუ უნდა გამლანძოს ჩვენ რაღაცა მომენტში საკუთარი რაც გინდა დაარქვი, არაფრის მოვა არ ვიცით. გაფრთხილება არ ვიცით, რაც გვაქვს ემისი. შვილს ფიცა ვარ, რო ჩამოვედი, მეთქი 60-ში ცხოვრობ და ჯერ კიდე არ იცით მეთქი რა. ეს იყო ჩემი პირველი სიტყვები რა, რომ დავჯექით რა საძმაკაცო იყო თუ რაც იყო. დალოცვილ მიწაზე ამხელაა და ყველაფერი გვაქვს. ნაგვით გვაქვს ტყეები გავსებული და გამარჯობა შენი მე მქონდა ის შეხება ტურისტთან რაღაცა მომენტში ექსტრა შემოსავლისთვის ჰოსტელი მქონდა რა ქალაქში და 14 წლის ის მაიდანის ამბავია უკრაინაში მომხდარი და ძალიან ბევრი უკრაინელი იყო ქუთაისში სასტავი არის რაღაც 12 ადამიანი გოგო ბიჭები ყველა რა მოუწიათ ესე იგი შევეხეთ ერთმანეთს ისე რომ ჩამოვიდნენ სტუმრად გავიცანით თუ და სუდა ჩემს გარეშე არსად არ დადიოდნენ თუ აი შემოიარენ აქეთა მხარე ესე რომ თქვა აღმოსავლეთი და ყველგან ვახლდი ვარძიაში მივდივართ რა და რაღაცა მომენტში ხო იცი ახლა საჭმელი ყველაზე პრობლემატური თემაა და ახლა რესტორნიდან რესტორანში რა ამას ორი ხინკალი უნდა იმას იგი უნდა ხო ხდება ახლა როგორც ხდება პორციაა ჩვენ ორ ხინკალს არავინ არ უკვეთავს ხო და რაღაცა მომენტში ცოტა ხანი უყურე 1-3 დღე და აკრას ვარძიის გზაზე ვართ რა და მეთქი დღეს არ გვინდა რესტორანი მეთქი მე გაჭმევთ ქართულად მეთქი რა ახალციხეში ბაზართან გავჩერდი სულგუნი კიტრი პამიდორი ცხელი შოთი რაღაცები შევიძინეთ და ძღოლს ვეუბნები მეთქი სადაც კარგი ჩერო და ხო ჩრილში დავჯდებით მეთქი რა საჭმელს შევჭამთ მეთქი ბუნებაში გემრია ბუნებაში გავჩერდით ძმაო გავშალეთ როგორც ვიცით ქართულად ლამაზად ჯერ ხო აი გლოცენ და ესე გემრიელად ჯერ რესტორანშიც არ გვიჭამია ხო იცი სხვა მუღამი აქვს იმ შოთის გატეხვასაც და აი შვილს ფიცა ვარ რომ და მოვჩით რა თავისი რო აიღეს 1-30 მეტრის რადიუსით თუ რამე ნაგავიყო ყველაფერი მოხიგენ რა. ეგი ასე რატო ხდებაო? რატო არაფასებთ რაც გაქვთ? აი შემცხვა. და აი სუდი ის არის რომ იყო ნაგავი. ხო, და მეორე მომენტი ახლა ბოდიში და მეც მივეჩვიე, ეხლა რაღაცა პუნჩი წლებია, თორე ახალი ჩამოსული რო ვიყავი, დიდი ხანი შეიძლება ცარიელი პაჩკით მეუღლო სანამ ურნას არ უნახავდი რა. ახლა პაჩკას არ ვაგდებ, მაგრამ ახლა სიგარეტის დამწვავის გადაგდება მჩვევია ახლა ბოდიში ვიხდი მაგრამ აი შვილს სესილის ფიცა ვარ ძმაო ეს პეპსი დალიენ თუ რაღაცა იმ ბოთლში აგროვებდნენ ძირსაც პიჩოქს არ ყრიდნენ ტიპები სწორია აბსოლუტური აი დარბაზებთან მიმართებაში ეგ პრობლემაა მივალთ მაგ შეგნებიან ყველა ქორეოგრაფი იძახის ერთ და იგივეს ამოვიდა ყელში ეს ერთ და იგივე დარბაზები მაგრამ გრიბოიდოვში რატო ანუ არავინ კითხულობს რატო აღარ გვიშვებენ გრიბოიდოვში ფილარმონიაში რუსთაველში კულტურა არა ანუ იცი რა დღე ანუ გასახთელები ჩვენო კონცერტი ჩავატარეთ გრიბოიდოვში ანუ გასახთელებიდან რო გამოვედით ანუ თვალის წებოებით თავისი ანსამბლი ამოკაწრული ტუჩები ჯერ ჰიგიენის ამბავია რატო უნდა გააკეთო მაგრამ მთელი თეთრი კედლები ტუჩებით მოხატული და ტიპი მოვიდა და დამთავრდა თქვენი ფესტივალები აქ რა კულტურა ცოტა არა და რო ვიღაცამ შეგვეხოს და გაგვილანძღოს თავს მოვაჭამთ რასაც გვიაკბილებით იარაღით მაგრამ რაღაცების წინაშე ვდგევართ ნახე რა მომენტია ეგ კიდე სხვა თემაა და სხვა კატეგორია მე ვიცი თქმა და ეხლა ხშირად ეგ კი არა ბევრჯერ მეუღლე თქვენ კიდე საუბრობთ არა და ჭირდება საუბარი
ზოგჯერ ილეცე უკეთესია და საჭიროა. ნახე რომ რაღაცას ხსნი და გინდა ბავშვი ჩააწოდო. ბევრჯერ ვამბობ ესეთ რაღაცას. შვილო, ჯერ იყავი ადამიანი, რომელსაც მოეკითხება და ზრდილობა და აქვს, რა ქვია, უნარი იმისი, რომ სად როგორ უნდა მოიქცეს, მე მგონი არ არის რთული გასარკვევი მეთქი და მე მინდა თქვენი შედეგის სცენაზე. შენ მეთქი არ ბევრჯერ მაქვს ეს სიტყვები ნათქვამი. არავინ არ გამოწვევს მხოლოდ რა იცეკვე სცენაზე. შენ გამოწვევენ მეთქი ავტობუსიდან ჩასული, როგორ შედიხარ, სადაც შედიხარ. კულტურის ცენტრი რო ქვია და ოპერის და ბალეტის თეატრი რო ქვია და არ ქვი რაც გინდა, აიღე რომელი სფეროც გინდა, ხო, სადაც კონცერტები გვიტარდება. იმის პატივისცემა თუ არა გაქვს და იქ მოქცევის უნარი არიცი და წესი რა არის და ჩვევა რა არის. გადაშენ და შენი ნაცეკვი შვილო მეთქი რად მინდა, არ მინდა, ჯერ ადამიანი იყავი, როგორ მოიქცევი, რამ ხელაზე დამჭირდება მე შენთვის დაძახება. ხო, არის ხო ხანდახან ხო სულ ვერ უჭერ ისე როგორ საჭიროა ხელს ბავშვს, ხო, შვიდად ყავდეს, რომ იციან ხანდახან. ერთმა შეიძლება 3 აიყოლოს და 3-მა 10. ხო? ამას ვიძახი, რომ ჯერ ადამიანური ისწავლე, მოქცევა ისწავლე, ზრდილობა ისწავლე და მერე შედი იმ თეატრში და მერე იცეკვე. ჯერ რომ შედიხარ ამ ხელა, შენ რა იცი იქ ვის უცეკვია, როგორი ან მსახიობი გაზრდილა, ან მოცეკვავე, ხო? ყოველთვის ვცდილობ, გიო, ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა, მე მგონი ზუსტად ქორეოგრაფი ან რა ვიცი, არ იწუხებს თავს, რომ ეს ყველაფერი ჩაუნერგოს ბავშვებს ტვინში. ყველაზე კიდე ცუდი რაც არის და ძალიან ბევრჯერ ამის მომსწრეები ხვდებით, რომ ვიდეო ვერ დამიდევს ანსამბლის, იმიტომ რომ კულისებშია ვიღაცა ვაფშე სხვა ფორმით გამოჭედილი და ესე იყურება. იმას ქორეოგრაფი სადაყავს, მოსცილდის შვილო, რა გინდა კულისში და მით უმეტეს ლამის სცენაზე დგეხარ. მაგრამ მაგაზე მეტი საზღარი კიდე რა არის, იცი, ღმერთო ნუ მიწყენ, ეხლა და ვიღაცა შეიძლება იფიქროს, აუ ეგი ხო დგას ბავშვი სცენაზე და აქეთ გადაილაპარაკა და კამარი შეისწორა და ზოგი ფეხგაშლილი დგას და ზოგი მესამე პოზიციაში. ესეთებსაც რო ვხედავ, ეგი უფრო კიდე უფრო მტკივა. თქმა ვიცი, ახლა ბევრი თქმა ვიცი მომიწია, მაგრამ მაქვს ესეთი რაღაცა. არაფრის კეთებას ერთი ილეთია ქართულ ცეკვაში მეთქი რა. იცეკვა მასამ და გადახვედი იქ, ხო, დაუშვათ ნახევარკალზე და ანტურაჟი როგორ უნდა გააკეთო, ანტურაჟი ტაშია, შეიძლება ტაშიც არა, რაღაცა ამ ტაშს ძალიან ჩამოვცდებ, ნიჩემია დავაყენო უბრალოდ, ხო? შენ თუ არ შეგიძლია წუთ ნახევარი, უბრალოდ იდგე და იქ ეს არქნა და ან რა ვინ მოგცა მაგის უფლება, ხო? ეგ კი არა ბევრჯერ სასაცილოდ აქნა. თქვამი, შვილო შარვალი რო ჩაგძურეს, არა მოიწიო, გადახტი კულისში და იქა მოიწიე მეთქი. ხო, აი ცოტა შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ როგორ შეიძლება ეხა ეს არა უხსნა ბავშვი, რომელსაც ცეკვა და ტრადიცია უნდა აალაპარაკო სხეულით, ხო? ეს არ ასწავლო, ამას ვერ ხვდები როგორ შეიძლება. რა თქმა უნდა, დაიცოდეს. მეუღლე მიცის თქმა, რომ შვილო სურათი რო გადაიღოს ვიღაცამ იმ სურათს რო შეხედავ, არ უნდა შეგწყვეს შენი თავის. ან როგორ დგეხარ, ან ტერფი როგორ გაქვს, ან ასე შემდეგ, ხო? ეს დეტალები არ უნდა დაგვავიწყდეს რა, გიო, ძმაო, აი ნუ სამწუხაროდ ახლა მაინც ბავშვთან ანსამბლში ხშირად არის ხოლმე, რომ ყურადღება არ ექცევა. არ შეიძლება. ბავშვები არიან რა. არ შეიძლება. არ შეხედე სცენაზე ცეკვა რო გაგაქვს, ის სუმცირე 3-4 წლის ნამუშევარი ყავს ის ბავშვი. ხო, ახლა ყოფილა რომ კაცო მეორე კურსელი, ой რა კაია და მოდი 4-8-ს გაძლევს. ტაში მოაქვს თუ რაც მოაქვს და სხვა თვალი აი ამ ხელა რო. ხო. კაი, 4-8. მე ჩემი 4 წლის შვილი მყავს გაყვანილი სცენაზე. ხო, გაგიზარდა. ხამბაზი აქვს ნაცები. ხო. იცი რა კარგი, რამდენი გაჩვენებენ. თელი ცეკვა, რაღაცა დატვირთვით, ხო? არა, გაჩვენებ, თელი ცეკვა. ნია ბავშვი შეხედე
მე ვიძახი. რას მოუწია ხმუთლიდან ცეკვაზე გაიზარდა. აი, გამარჯობა შენ. იმას ესმოდა მუსიკას და იგი სხვანაირად არ იქნებოდა. ჩემიც მასე იყო. მეუღლემ 7 თვემდე, 8 თვემდე იცეკვა. ხო. და თითქმის გაიზარდა ეს დარბაზში და რაღაცა მომენტში ასე რომ გახედავ და იგი ვიცი მე და ნუ ახლა შენი როა და თავის თამუღამებენ თან. თავის ხო რაღაცა მომენტი აქვს ძალიან ცოტა თითქოს და გვიან მომიწია და ოჯახება 45 წლის ვარ, ჩემო ძმაო 8 წლის ქალიშვილი მყავს. და ახლა ის არის მზედამთვარე ჩემი, ხო და ახლა გოგოს მამები კარგად გამიგებენ, მისი ერთი არა, იგი არაა, გავაჩერებ ყველაფერს, დედამიწას გავაჩერებ, უძმა ხარ და რაღაცა პუნჩი რომ აი დედამის რო ევიბედავს, რომ გამომხედავს ასე, მამა დავიღალეს რომ ეთქვის, всё, იყო პერიოდი მეუღლე დარბაზში არ მიშვებდა რა, როცა სესილი იდგა სცენაზე რა. ხო და რაღაცა მომენტში ბავშვმა, ახლა გინდა არ გინდა, ხო, იყო სიტუაცია დავტოვებდით ან ბებოსთან, ან დეიდასთან რაღაცა, მაგრამ ხშირად უწევდა დარბაზში ყოფნა, ხო? შესაბამისად, ნაყურები იცოდა, რითმი იცოდა, ერთსერი რა ვიცი რატო აქ ასე კარგი ჩემი როა, იმიტომ არ ვიძახი. რასაც გაგიკეთებდა სრულად და არადა აი ჩვენი ტერმინოლოგიით ვიტყვი, ნახეხი არ ქონდა იმას ის. უბრალოდ ქონდა მონასმენი რომ ტერფი სად უნდა გადაჭიმოძალა, სად უნდა დაატანო. არა ისრუტავენ, აი რა ვიცი, ჭერში არის მასეთები ზგიო, თორე მე მქონდა მაგის პრობლემა და უშად ბევრს უკითხია, რა არის სწორი ასაკი ბავშვისთვის და ყოველთვის ვიზახი და არ შევცვლი შემჩვენებას. ბავშვი როცა სკოლაში შედის და სწავლობს რა არის გაკვეთილი, რა არის მასწავლებელი და როგორ უნდა მოიქცეს გაკვეთილზე, იოლია მასთან მუშაობდა. თორე ყოფილა იქ ახლობლობით, შინაურობით რაღაცა მიგვიღია 5 წლის გოგო და პირველივე წელს აჭარული ვაცეკვე რო არ ვიანი. არიან ახლა ხო იბადებიან ზოგს რო რაღაცა ნიჭით გამორჩეული არის, თორე უნიჭო არც ერთი არ არის ადამიანო, უბრალოდ არის რო ზოგი ცოტა ადრეგებულობს, ზოგი გვიან. ან კიდე ზოგ სხვა რაღაცის ნიჭი უფრო მეტად რა თქმა უნდა, ზო მაგი ის არ არის, რა ქვია, დასაცინიან სამწუხარო ფაქტი, რომ შეიძლება ერთს დაჭირდეს იქ დაუშვათ 4 რეპეტიცია რომ მე ილეთით ჩემ გემოზე გავაკეთებიო და ერთ შეიძლება ახსნისთანავე გამიკეთოს, ხო? ჟინი აუცილებლად უნდა კონდეს ქართული ცეკვის მოცეკვა ეს. აუცილებლად. არ გამოვა ის? შეხედე? ალბათ ახლა სწორად რასაც მე ვიცი ამის თქვა, რასაც აკეთებ უნდა გაყიდო, ვისთვის ვცეკვავთ, მაყურებლისთვის, ხო? საკუთარი დედიკო, ბებია, ბიძია რო დაგიკრავს ტავში, მეთქი ნაცეკვი არ გაქვს. სხვა რო დაგიკრავს ტავში, ვის თავის შვილის საყურებლად არის მოსული და თავის დაუნებურად რო ტაში დაერტყმება. აი ისე არის მეთქი ნაცეკვი და შესაბამისად ეს თუ არ გადამომეცი. რა ვიცი, ცივის სახით ახლა აჭარულს რო ბავშვი იცეკვეს, რაც არ უნდა გააკეთოს, ვერ ვიყიდი. მე არ მინდა. მე მირჩევნია, იცოდენ, თქმა ყოფილა ვიღაცა ახლა სახელს დაგვარს ვერ გავიხსენებ, ცოტა მიჭირს სახელებში ვიჭედები. სახით ყიდი და ილეს და ვაფშე არ შეხედავდი ფეხზე, ხო? ხო, არის ასეთები. დალოცვილი რაც გვაქვს, იმას თავის ხასიათი უნდა ყველას რა და გაწოწული ბეღურასავით გომი როგორია ის მხარი რა. საცოდავით გომი, ბრატ, ეგ არის. ხო, ახლა საცოდავით ბეღურასავით. ხო, აი სველი რო აი წიწილა რო დგას წვიმაში და ვერ შეაფარა ვერ სათავი და საწყალი როა, ახლა რატო უნდა იყოს საწყალი? ღმერთმა რო არ დაგაკლო, არც თვალი, არც ვიზუალი. ხო, ახლა მიწევს რა გავაკეთო, მიწევს ესე რაღაცების არა, ძალიან ფანტასტიკური ახლა რომელი, ახლა ვიზუალურად რო წარმოიდგინო, მაგასაც პრობლემაა რომ არა აქვს და წარმოდგენის და იმის იგი ურჩევნიათ იქ რაღაცა ითამაშო. დღევანდელი ავანტყოფობა ბავშვების, ახლა მაგრამ რა ხო და თუ არ გამოიწერთ ჩვენ სახს, იქნებით გაწოწული ბეღურები. გაწოწული ბეღურები. მაგრამ თუ გამოიწერთ, იქნებით როგორ? მამალი არწივები, ნო, ასია, აი ვიცი, ვიზუალია, ხო წარმოსახვაა, ცეკვა, აბა ახლა როგორ შეიძლება ახლა ამ სახით აი კენტაურია თუ შალახოი, აღნიშნულობა აქვს თუ ოსური თუ აჭა, ასე როგორ უნდა იცეკო აბა. აზბეგურია, ცეცხლი, გადახან ვიცი თქმა ახლა ბოდიში ლამის ვიგინებოდი, როცა ილებს ცეკვავდი, რა. რო გამოდიოდი, ჩხუბობდი, ახლა ხო ძალის დემონსტრაციაა, ყაზბეგური ცეკვები, ვაშკაცურია, ძმაო. თავისუფლებაში გაიზარდნენ და შეგაკლავდნენ თავისუფლებისთვის. და ხო, ეს მომენტია და გამოიხატებოდა. ცეკვას გაუმარჯოს, ქართულ ცეკვას. გაუმარჯოს. ქართულ ფოლკლორს. აბა ვერ ახლა როგორ იცეკვებს სხვანაირად, ვერ იცეკვებ. ეშხი უნდა კონდეს, რასაც ცეკვავ იმას. დალოცვილი კაი გვაქვს. ფოლკლორი, სიმღერა, ყველაფერი. გამორჩეული გვაქვს. და გაუმარჯოს.
ვინც აქამდე მოგვიტანა, ყველა იმას გამომარჯოს კიდე. იმიტომ რომ თაობები გამოუვიდა და მოიტანენ ჩვენამდე და ჩვენ კიდე ვალია, ჩვენი გადავწევთ. ის დალევა უნდა. დაგისხა. დაუსხი. გაგვესინჯე რა. მოიკუნე ისაი. რა ვიცი. ხوار დაგამატო შენს სკამი დაგიმატო? მე ასე ვფიქრობ და ეს მიდგომა მაქვს და რა ვიცი, თუ სხვანაირად ვინმეს გამოდის, მე არ შემიძლია. სხვანაირად არ შემიძლია. როგორც გითხარი, ან გავაკეთებ და თუ გავაკეთებ, გავცემ 100% თუ არა და თუნდაც 50%-ისთვის თავსაც არ შევიწვი. მირჩევნია, არ გავაკეთო. ყველამ თავის საქმე აკეთოს და მაშინ გვეშველებო, კახი გავსაძე მასე. მე სწორია ნათქვამია ზუსტად, ძმაო, ზუსტად ნათქვამია. ერთ-ერთი რამდენადაც არ უნდა გვეწყინოს, ვისაც არ უნდა ეწყინოს, შეიძლება ბევრმა ვერ გაიგოს ეს ჩემი ნათქვამი, მაგრამ ძმაკაცობა კარგია, ოჯახში მოდი ძმაო, ჩემთან რესტორანში წავიდეთ, ქუჩაში, რა ვიცი, გვერდში დაუდგეთ ერთმანეთს, მაგრამ საქმე სანამ კეთდება ძმაკაცობით და ნაცნობობით, იქ დონეზე მაშინ აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია. უნდა იყოს გარკვეული რაღაცა ბარიერები, რასაც ახლა მართლა ნახე რა მომენტია, ვიდეოს დაუბრუნდები ერთ-ერთს რაღაცას კი არ ვეჩხუბები, ახლა ყველამ კარგად იცის ქორეოგრაფმა და ვინცაც აქვს ნამუშევარი. გვიწევს ახლა ხმამაღლა საუბარი, მუსიკასთან ერთად გვიწევს საუბარი, ეგ კი არა შეიძლება რეპერობაზე ეს კი მაგ ნაფიქრი, არაყოლილი ხარ რითმს რო არ გინდა ამოსთე და რითში რო ესაუბრები, ბავშვ, ხო ხდები ახლა რასაც ვამბობ. ხო, მუსიკური სამბიოტი გამისწორებ. გამოდი, ხო ხდები, ახლა ემოციის გარეშე ახლა ვერ ვი ახლა გადავიდო ფეხი-ფეხზე აგერ ხო აგერ მზივარ თავისუფლად, მაგრამ ახლა დარბაზში ასე რო დავждე და უყურო და დავხედო საათზე როდის დამთავრდება რეპეტიცია. წინ ვერ წავალ რა ახლა როგორც გითხარი. ესე იგი არც გიყვარს ეგ საქმე, აი ვერ იზამ, ვერ გააკეთებ ის რაც გინდა. ახლა ნახე პასუხისგებლობაა ძმაო. ბევრი ვიცეკვე თუ ცოტა ვიცეკვე სახელმწიფო ანსამბლის პროფესიონალი მსახიობ მოცეკვავი მქვიოდა, მე უფლება არ მაქვს, რომ სასაცილოდ გავიყვანო ჩემი ბავშვის სცენაზე. შესაბამისად სწორი გაგებით, ვისაც ვეპრანჭებით, ის უეჭველი ნახავს და არ მეტყვის, ბიჭო არ გწხვენია, ძმაკაცი გეტყვის. შეიძლება სხვამ ვერ გაგიბედოს, მაგრამ ძმაკაცი გეტყვის გოჩა. რა არის თუ ძმა ხარ ეგი, ხო? შესაბამისად ახლა კიდევაც ვთქვი, მეუღლე დღემდე ცეკვავს. სტანდარტებია ყველაფერს თავისი და არა გვაქვს ახლა. მე მირჩევნია დაუშვათ წელიწადში ორჯერ ვიცეკვო, მაგრამ რო ვიცეკვებ, წეგან როგორც ვთქვი, ჩემ მშობელმა კი არა, სხვა მასტაში დამიკრას. და მითხრას რომ საღო რა, კაი ნამუშევარი გაქვს, რატომაც არა. კიდევ ერთხელ ვამბობ, კი, ჩემი მთავარი შემოსავლის წყაროა, მაგრამ მარტო აი არ უნდა გადაგწონოს თანხამ საკუთარ საქმეში, რომელიც ძალიან გიყვარს და რომელშიც, რა ვიცი, ახლა ამბიცია ყველას აქვს, ხო? მაგრამ სწორი ამბიციაც უნდა გქონდეს. არ ვიძახი, მე მყავს ყველაზე საუკეთესო ანსამბლი ახლა. ცუდი ანსამბლი ნამდვილად არ მყავს, მაგრამ ვცდილობ, რომ ვასწავლო არა მარტო ცეკვა. კულტურა ცეკვის, სცენის კულტურა, უნდა შეუყვარდეს ბავშვს. სცენა და უნდა ნადლიერი იყოს იმისი, რომ მიეცა საშუალება ფილარმონიაში იცეკვოს, იმაში იცეკვოს. პრესტიჟის ამბავია, ხო, რატომაც არა, ახლა მე როცა ვცეკვავდი და მინდოდა და მოვასწარი, დიდება უფალს მოვასწარი ფილარმონიაში ერთი კონცერტი ნაცეკვი მაქვს, ხო? ხო აქვს სხვა სპეციფიკას. სხვა სფეროა საერთოდ და რა თქმა უნდა. ამიტომ ფილარმონია. ამიტომ აი აქვს მნიშვნელობა და როგორ ნაკადული რო წამოღვა, რა გზით გამოივლის იგი რა, აქვს მნიშვნელობა. ქორეოგრაფიც მეტად უნდა იყოს, რა ვიცი, მონდომებული და ჩართული სფეროში. ერთ თემას შევეხები, კიდე იქ ქონდა თქვენ აქ საუბარი, დამატებითი რაღაცა გაკვეთილები, ჩაატარებიო პროფესიონალის. ძალიან მივესალმები მაგ თემას, აუცილებელიც არის და მე რა ვიცი, არ მეგულება დღეს ადამიანი, რომელიც დაუშვათ ახლა მაგი კი არა, ჩემ თითქოს იმას ვამბობ, რომ ჩემი დრო და ჩემი სტილია უკვე მოძველებული და სიახლე, ინოვაცია რო არ ყოფილიყო, გიო
კაცები ისეთი რაღაცი არსებები ვართ, ინოვაცია და ქალი რო არ ყოფილიყო, დღემდე გამოქვაბულში ძალიან ბედნიერად ვიცხოვრებდით, რა. გახარებულები. ხო, ცეცხლს დავანთებდით, კუჭს გავიწყებდით და უბედნიერესებდით რა ეს და ხო, ფაქტია, მაგრამ მანდილი ლოსანია, ქალია, ინოვაცია, განვითარება, ეგ აუცილებელია. შესაბამისად, მე მივესალმები იმას, რომ გარკვეულად იქ რაღაც ერთი კვირის ამბავში 3-4 რეპეტიციის ამბავში, რომ ის ახალი სული რო ვთქვათ, ხო? აი ახალი სტილი შეიცვალა, ახლა ყველამ კარგად ვიცით რამ ხელაზეა გაზრდილი და რას ხელა სხვაობაა. ვინ იფიქრებდა მუხლიდან წერებზე ადგომა თუ შეიძლებოდა, ბრატ, ხო? აი 20 წლის უკან, ხო, მე ვერ ვიფიქრებდი, იგიც არ ვიცი თუ უფლება მქონდა მაგისი, რომ მაგდენი მეკნა. მაგის ფიქრის. საერთოდ. ინოვაცია. ხო, ამიტომ ინოვაცია კარგია და აი როგორც ვამბობ, მე არ მწვენი ამის თქვა. მე ხა რო ვიყო ისე არა ვარ ჯერ კიდე ისე რომ მინდა, იმიტომ რომ გვახსენე აქ სანამ ჩაწერას დავიწყებდით, ცოტა ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ სიტუაცია მომეყვანა, სადაც ვარ და აუცილებლად საჭიროა ტრიუკაჩი მიიყვანო და ასწავლო რა და როგორ სწორად როგორა, ეხა გავიმეორებს, კი ვიცი, როგორ კეთება, მაგრამ მირჩევნია იგი მართლაც რომ მე მუხლი ცხოვრებაში არ დამირყია. აი, მედანოზაც ჰქონდა მაგაზე საუბარი. ხო, მახსოვს ახლა მე უყურე გადაცემებს და აი როგორ არ ვიციო როგორ კეთდება, მაგის მეც რას ხედავ. მე მივესალმები და აუცილებელია და აი არ მგონია ანსამბლი, რომელიც ცოტა, ფეხს ედგას ცოტა ძლიერად და ბავშვების რაოდენობით და შეუძლია რომ ახლა ტყილაც ვერავის ვერ დააკავებ, შენი ძმაკაციც რო იყოს. მოდი აქედან დავიწყოთ, ხო? არ უნდა რატო უნდა გაღორდე, როცა გინდა რომ საქმეში შენი სიტყვა თქვა. მოდი აქედან დავიწყოთ. ბოლო უხეშად რო თქვა 1-5 თუ 10 ბავშვის ფული როგორ ვერ უნდა გაიმეტო იმისთვის რომ ვიღაცა მიიყვანო. ვისაც დაუშვათ ბავშვი იცნობს და ეს ის არ არის იტყვის, იმიტომ რომ ჩვენ დროს კიდე სხვა თემა იყო. მოტივაციასაც მაგარს მიცემ. შეხედე, ჩემ დროს რა ისე რო თქვა, დიდი მოცეკვავე სახელები ვინც იყო, აი მე რო ცეკვავდი და მე ვისაც შევყურებდი, ასე რო თქვა, თვალებში, ან თბილისში უნდა ჩამოსულიყავი, ან მათ კონცერტი უნდა გამეგო როდისა და დღეს აგერაგა ეს დალოცვილი ტელეფონი კარგი მხარეცაა, გამოიყენე საჭირო რაღაცისთვის, ხო, აგერაგა უყურე ვისაც გინდა, ხო, YouTube-შია თუ რაღაცა აიღებ, ხო, სტილსაც დაუჭერ, ეგ კი არა ბავშვი მყავს, ნანახი ერთ-ერთ წრეში, ჩემი მეგობრის სტუდიაში. აი ცავს ავწუდი სიხარულით, გიო, და რა მომენტია ნახე. შევდივარ, რეპეტიცია არ აქვს დამთავრებული რა, 45 წლის იუბილეისთვის მზადება მიდის სახელმწიფო ანსამბლის და აი ესე ჩასრულებს გვეცეკვა რა. და დანიშნულ ადგილზე მივედი და სხვათა შორის ირაკლი ჭელიძესთან სტუდიაში, ჭელოსთან. და ბავშვი მოდის გამეცნო და ამას იცნობ იმას სახელებს მეუბნება რა და ნახეო რა ვიცეკვო და მუროსილეთი ბავშვს აქვს ნასწავლი ნაყურები ძმაო. ეხლა წარმოიდგინე იმანა რამდენჯერ დააპაუზა ის რომ 4-იანი ილეთი ესწავლა. ანუ მნიშვნელოვანია რომ თვითონ ინტერესია. ხო, აი შვილისთვის ავარა 1-2 დავმაღალდი. აგერც აგახსენებაზე ძმაო, იმიტომ რომ სულ იგი ახლა რო იცეკვეს რა თუნდა, ხო, აი ორი აზრი არ არის. მაგრამ მე კიდე უფრო აი რაღაცნაირად გავიაზრე რომ ხო არ არის ახლა შეეხმოდა მე ვერ ვიზამ რომ შევხედო და ვიცეკო. იმას ძმაო 1-4-იანი ილეთი 1000-ჯერ ხო აქ დანაპაუზების რომ რის მერე რა იყო რომ ესწავლა და იცეკვა. შენ გაგიმარჯოს ერთად თავზე ვაკოცე რა აი გვიმრავლოს მასეთი ბავშვები ყველა სფეროში რომ აქ რაღაცა და ვიღაცა დაინახა და მოუნდა რომ ის გაეკეთებია. ძმაო ერთ-ერთში იცეკვა რა. გულიანი გემრიელი კაცი ხარ რა. გენაცვალე. ეს ვარ რაც ვარ. გამიხარდა რომ ესე თავისუფლად მოგვეცა საშუალება. 3D სტუდია ესეთი კომპანია, რომელმაც სტუმრისთვის, ანუ თქვენთვის გამოაგზავნა ესეთი საჩუქარი. გავხსნათ? ხო, გაიქნება. შენს გაინტერესებს? მეც მაინტერესებს. არიცი რა დევს? არა, მე არ გენაცვალე, ხო? იურის მოაქვს რაღაცები და არ მაჩვენებს. მე ჩაუჭყიდე, გარედან ჩოქიანი კაცი ჩანდა. ლაურა, კაი პონტია, ეს მანქანაში მიდის უკვე. გენაცვალე, დიდი მადლობა, ძალიან სიმბოლური კარგი პონტია. ხო, ძალიან კაია. საღოლ.
გასაღებზე გქონდა რაღაცა მაგდაგვარი და ეს გასაღებზე. ბრელოკი გასაღების და ეს მანქანის. აჰა. რა არის? ეს? აჰა, არომატის ამბავი. სუნია, ხო. ვა, დიდი მადლობა. და მანქანაში თავის სუნით, ხო. უღრმესი მადლობა. ძალიან კრეატიული, ძალიან ლამაზი, ძალიან ქართული მივესალმებით, მადლობა. მე წავს მანქანა ისე. მე ვას. მაგრამ უღრმესი მადლობა, რომ გენაც აი ძალიან მიხარია, რომ სტუმარს როცა საჩუქრით და ხელცარიას არ უშევ. ძალიან კარგი. მით უმეტეს, როცა ამ ხელაგზაზე დასავლეთიდან არის ჩამოსული ჩვენთვის. ასევე უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო კიდევ ფაფანაკს, რომელმაც შემოსა და დღევანდელ ჩასმულობაზე იზრუნა. კერამიკას, ქართულ კერამიკას, რომელმაც გაგვილამაზა ჩვენი დანგრეული მაგიდა და რა თქმა უნდა ქორეოგრაფთა კავშირს, რომელიც დასაწყისიდან გვერდში გვიდგას და გვეხმარება ამ სივრცით და ყველაფრის მოწყობით. უღრმესი მადლობა, რა თქმა უნდა, შენ. დავიწყოთ. აბა, ერთი საფეგზელოთი დავამთავროთ საფეგზელოთი. გიორგი, კიდევაც გითხარი, მივესალმები ამ წამოწყებას. ძალიან კარგია, რომ ძალიან ბევრმა თვალმა დაგვინახოს და ყურმა მოგვისმინოს, იმიტომ რომ რატომაც არა გვჭირდება. ეგ კი არა. ჩემზე ნაკლები გამოცდილების კაციც უნდა მოისმინო რაღაცა პონჩი და კიდე მასზე პატარაც. შეიძლება ჩვენ მოსწავლეს კონდეს ისეთი აზრი, ღმერთმა იცის რა უტრიალებს თავში, ხო? ეს ძალიან კარგი საქმე წამოიწყეთ და წინსვლას გესურვებთ და წარმატებას. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის და დალუცული ვიყოთ, რა ვიცი, კარგად ვიყოთ. ერთი მაგრად გაგვიმარჯოს ყველას. გაგვიმარჯოს.